ნიკოლო მაკიაველის მთავარი. 5 საუკუნეზე მეტი გავიდა და ეს სახელი ისევ იწვევს კამათს. ზოგში აღფრთოვანება, ზოგში კი, რა ვიცი, ზიზღსაც კი. ეს პატარა წიგნი თითქოს არ ძველდება, სულ სკანდალურია. რატომ? კარგი კითხვა. აი დღეს სწორედ ამაში გვინდა გავერკვეთ ჩემთვის. დავეხრდნობით ტიმ პარქსის თარგმანს, მის შესავალ შენიშვნებს, ძირითად თავებს. ცადოდ გავიგოთ, რას ამბობს მაკიაველის სინამდვილეში ძალაუფლებაზე და ეს დღეს რატომ აი ისევ მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, კონტექსტი უნდა გვახსოვდეს, რა თქმა უნდა, სად და როდის წერდა მაკიაველი. რენესანსის იტალია ხომ გახსოვს, დაქუცმაცებული იყო სულ ომები, უცხოელები შემოდიოდნენ, გადიოდნენ. ქაოსი ფაქტობრივად. ნამდვილად. შესავალი და მესამე თავი კარგად გვიჩვენებს ამ სურათს და მაკიაველი როგორც დიპლომატი ამ ქაოსის ეპიცენტრში იყო. ის პირდაპირ აკვირდებოდა, როგორ თამაშობდნენ ძალაუფლებით. მაგალითად, ჩეზარე ბორჯას აღზევებას და მერე დაცემასაც. ანუ ფიგურას, რომელიც მზად იყო ბედს შებრძოლებულიყო. და ეს გარემო, ეს ქაოსი პირდაპირ აისახა მის რჩევებში, ხომ? განსაკუთრებით ახალი მმართველობისთვის. წყაროებიც ამბობენ, რომ მემკვიდრეობით მიღებული ძალაუფლების შენარჩუნება ბევრად ადვილიაო. რატომ იყო ასეთი რთული ახალი ძალაუფლების შენარჩუნება მაკიაველის აზრით? კი, პირველი და მესამე თავები სწორედ მაგას ხსნის. ანუ მემკვიდრეობით მმართველს ეხმარება ტრადიცია, ხალხი მიჩვეულია, ახალს კიდევ. უამრავი პრობლემა ხვდება. ვინც დაგეხმარა მოსვლაში, ხშირად ისიც უკმაყოფილო რჩება. იმიტომ რომ როგორც მაკიაველი წერს, მმართველი აუცილებლად აყენებს ზიანს მათ, ვისაც ახლად იმორჩილებს. გასაგებია. ხო და ამიტომაც გვთავაზობს ისეთ ცოტა რადიკალურ სტრატეგიებს, ხო? მესამე და მეხუთე თავებში. მაგალითად, ძველი დინასტიის სულმოსპობა, ადგილობრივი წესების პატივისცემა, კოლონიების დაარსება, ან უკიდურეს შემთხვევაში ტერიტორიის განადგურებაც კი, განსაკუთრებით თუ ის თავისუფლებას იყო მიჩვეული. აი, აქ შემოდის მისი ცნობილი ცნებები, ვირტუ და ფორტუნა. ეს ხომ უბრალოდ უნარი და ბედი არ არის. წყაროებში განსაკუთრებით ბორჯას მაგალითზე ეს ბევრად რთულად ჩანს. სრულიად მართალი ხარ. ვირტუ არ არის მარტო უნარი. ეს არის თვისებების ერთობლიობა, გამჯრიახობა, სიმამაცე, ადაპტაციის უნარი, ზოგჯერ კი სისასტიკეც. ფორტუნა კი არის ბედი, გარემოებები, იღბალი, შემთხვევითობა. ანუ, რასაც ვერ აკონტროლებ. ნაწილობრივ, მაკიაველი ამბობს მე-6-მე-7 თავებში, რომ დიდმა ლიდერებმა, ვთქვათ მოსემ, კიროსმა, ფორტუნასგან მიიღეს შანსი, მაგრამ სახელმწიფო შექმნეს თავიანთი ვირტუთით. ბორჯაკი ძალიან საინტერესოა, მან ძალაუფლება მიიღო ფორტუნათი, ანუ მამის, პაპის წყალობით, მაგრამ მერე საოცარი ვირტუ გამოავლინა, რომ შეენარჩუნებინა. თუმცა როგორც მთარგმნელიც აღნიშნავს, ბოლოს მაინც ფორტუნა მიმარჯვა. მამის სიკვდილი, თვითონ რომ ავად გახდა, ეს პრაგმატული ცოტა ცივი მიდგომა პირდაპირ მიგვიყვანს იმ იდეებამდე, რამაც მაკიაველი ასეთი, სკანდალური გახადა. იდეა, რომ მმართველმა უნდა ისწავლოს არ იყოს კარდი. ეს ხომ პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრადიციულ მორალს. დიახ, და ესაა, რასაც შეიძლება ვუწოდოთ მაკიაველის რეალპოლიტიკის გული. მე-15 თავში ამბობს, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რას აკეთებენ ადამიანების სინამდვილეში და არა იმაზე, რას უნდა აკეთებდნენ. რეალობა და იდეალი სხვადასხვაა. მმართველმა უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს ამორალური ხერხები, ოღონდ როცა ეს აუცილებელია სამხეწყოს გადასარჩენად. ანუ არა მუდმივად. არა, ეს მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს, რომ სულ ბოროტი უნდა იყო. მერვე თავში აგათოკლეს მაგალითზე განასხვავებს კარგად გამოყენებულ სისასტიკეს, ანუ ერთჯერადის, აუცილებელს და ცუდად გამოყენებულს, რომელიც მუდმივია და უმიზნო ხდება. ესე იგი, რეალობა ერთია და აღქმა მეორე. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მმართველი უბრალოდ ჩანდეს კეთილი, მაშინაც კი თუ სინამდვილეში სხვანაირად უწევს მოქმედება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მე-18 თავი ამაზეა. მმართველს უნდა ქონდეს რეპუტაცია, რომ არის თანამგრძნობი, ერთგული, ჰუმანური, პატიოსანი, რელიგიური. ადამიანები ზოგადად უფრო გარეგნობით მსჯელობენ, ამბობს ის. ბრო ყოველთვის გარეგნობითა და შედეგებით ხიბლდება.
ანუ შედეგი ამართლებს იმიჯს თუ შეიძლება ასე ითქვას, თუნდაც არასაშუალოებას. და ამ ლოგიკიდან გამომდინარეობს მისი პასუხიც იმ კითხვაზე, სულ რომ ისმის, სჯობს მართველს უყვარდეთ თუ ეშინოდეთ, იდეალურია ორივე ერთად, ამბობს მაკიაველი მე-17 თავში, მაგრამ რადგან ეს თითქმის შეუძლებელია, ბევრად უსაფრთხოა ეშინოდეთ შენი ვიდრე უყვარდე. რატომ? იმიტომ რომ სიყვარული მყიფეა. ადამიანებს ადვილად ავიწყდებათ სიკეთე, მადლიერება. შიში კი დაფუძნებულია სასჯელის მუდმივ საფრთხეზე, მაგრამ აქ არის უმნიშვნელოვანესი ნიუანსი მე-19 თავში. შიში არ უნდა გადაიზარდოს სიძულვილსა და ზიზღში. ანუ შიში კი, მაგრამ ზიზღი არა. ზუსტად. და ამის თავიდან ნაცილების მთავარი გზაა ქვეშევრდომთა ქონებისა და ოჯახის ხელშეუხებლობა. არ წაართვა ქონება და ქალები, ამბობს პირდაპირ. გასაგებია. ეს ყველაფერი ეხება ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყნის შიგნით, მაგრამ მაკიაველი დიდ დროს უთმობს გარე საფრთხეებსაც, განსაკუთრებით სამხედრო საქმეს. რატომ იყო ის ასე კატეგორიული დახირავებული ჯარების წინააღმდეგი? ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. მე-12, მე-13 და მე-14 თავები ამაზე ცალსახად ლაპარაკობს. დაქირავებული და მოკავშირეთა ჯარები არის უსარგებლო და სახიფათო. ისინი არ არიან ლოიალურები, უდისციპლინოები არიან, მხოლოდ ფულისთვის იბრძიან. მაკიაველი პირდაპირ ადანაშაულებს იტალიის მაშინდელ სისუსტეს სწორედ ამ დაქირავებული ჯარებზე დამოკიდებულებაში. მაშ რა არის გამოსავალი? მმართველის მთავარი საფიქრალი და ხელოვნება უნდა იყოს ომი და საკუთარი ლოიალური არმიის შექმნა. მე-14 თავი მთლიანად ამას ეძღვნება. და ბოლოს ისე უბრუნდებით ფორტუნას, ანუ ბედს. თუ ბედი ასეთი ძლიერია, რჩება კი რამე ადგილი მმართველის ნებისყოფისთვის, მისი ვირტუსთვის. მაკიაველი აქაც პრაგმატულია, მაგრამ არა პესიმისტი. 25 თავში ამბობს, რომ ფორტუნა, ანუ ბედი, ჩვენი ქმედებების დაახლოებით ნახევარს განაგებს, მაგრამ მეორე ნახევარი ჩვენს ვირტუზია დამოკიდებული. ბედი მბობოქარე მდინარეს ჰგავს, მაგრამ წინასწარ თუ ააშენებ ჯებირებს, ანუ მოემზადები, შეგიძლია ზიანი შეამცირო. ანუ ადაპტაცია მთავარი. კი, მოქნილობა, დროის შესაბამისად მოქმედება. პაპი იულიუს მეორეს მაგალითი მოჰყავს. ის წარმატებული იყო, რადგან მისი იმპულსური ბუნება იმ კონკრეტულ დროს შეესაბამებოდა. თუმცა მაკიაველიც აღიარებს, რომ ადამიანისთვის საკუთარი ბუნების შეცვლა ძალიან რთულია. მაშ ასე რომ შევაჯამოთ, მაკიაველი გვთავაზობს ძალაუფლების ერთგვარ ცივ პრაგმატულ ანალიზს. ის გვეუბნება, რომ პოლიტიკა ხშირად ტრადიციულ მორალის მიღმაა, რომ გადარჩენისთვის საჭიროა იყო ძლიერი, ქონდეს საკუთარი ჯარი და მზად იყო შეეგუო ბედის ცვალებადობა შენი უნარებით, ანუ ვირტუთი. და სწორედ ეს ხდის მას დღესაც აქტუალურს ჩემი აზრით. ეს იდეები, ხომ, შეიძლება შოკის მომგვრელი იყოს, მაგრამ გვეხმარება გავიგოთ ძალაუფლების რეალური მექანიზმები, ლიდერების мотиваცია, მათი სტრატეგიები. თუნდაც ეს ხედვა ცოტა ცინიკურად მოგეჩვენოს შენ. ეს გაძლევს ინსტრუმენტებს, რომ იყო უფრო ინფორმირებული, უფრო კრიტიკული დამკვირვებელი. და ბოლოს, ერთი პროვოკაციული აზრი შენთვის დასაფიქრებლად. მაკიაველი მთავარი, როგორც ამბობენ, ფარველების გულის მოსაგებად დაწერა, სამსახურის დასაბრუნებლად, მაგრამ სწორედ მისმა ამ რადიკალურმა გულწრფელობამ აქცია ის პოლიტიკურად სახიფათო, მიუღებელ ფიგურად. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ძალაუფლებაზე სიმართლის ბოლომდე თქმა ყოველთვის ძირს უთრის თავად მთქმელს? ან იქნებ როგორც მთარგმნელიც მიგვანიშნებს თავის შენიშვნაში, ჩვენი თანამედროვე აღქმა უფრო მეტად ეფუძნება მისი იდეის მუდმივ სკანდალურობას, ვიდრე მისი კონკრეტული ისტორიული და ენობრივი კონტექსტის ღრმა გააზრებას. აი ამაზე ღირს დაფიქრება.